Ay, ice, ay. Bring the vibe on the track. ისტორია მეორდება ვუბრუნდებით სათავეს ჰიპ-ჰოპი დაიწყო ქალით როცა ფარი ატარეს 70-იანების სამხრეთ ბრონქსი ჩანდარებს გამოუჩნდნენ მიმდევრები დღეს ადვილად ჩართავ ტრეკს ყველა ბიტს მე ყველას ნიშს მე ყველა ბიფს მე ვუღებ ბოლოს ყველა დის მე ყველა ბიფს მე ყველა სტილს მე ვუგებ სოლო შენ არ გის მე ვუსმე მხოლოდ ჩემ თავს ვიწვე ყველა გოგოს რომ მოხოდოს თემა მთელმა ერმა ნახოს საქმის შრომობს წლები ვარ საქმეში და ისევ ჩამესმის რომ ვითომ არ მისოდეს დავიწყე ნულიდან და ისევ ჩუმი ვარ არ ვაკეთებდი რომ გაგისწორდეს ან შერას აკეთებ საერთოდ თელი დღე ამაყობ თავით რომ ბუსებს იჭერ ან შერა ქალი ხარ როდესაც დამცინი დაფიქრობ ამით რომ ქულებს იწერ თეთრი წერტილები მანათებენ თვალში ვღელავ როცა ჩემზე ფიქრობ მაშინ ძალა მემატება ყველაფერი მემეტება თუ კი საქმე წინ იძრება თუ კი ვერა შეწყვიტე წერა განაგზე ცხოვრება ასლი ჩემი არსობისა მუდამ ხოძე ხო იცი სადაც ცხოვრობ რატომ ირეკავ ტელეფონზე მე ვარ შერაც გინდა იყო ხო და ტყუილად ნუ მომზდებამდე კლონირებულ ნივთებს როგორ ჩამოვკიდებ თოქზე ბარი იხარშება კოზე უფრო შავი იყო პური დილით რომ დამეწვა ტოსზე თავი თუ მანახე მოდი კიდევ გიკარნახებ ისეც ვერაფერს ვერ გეტყვი რასაც ჩემ თავს ვერ აკადრებ რა ჯერ ნანახი არ გაქვს და მარტო იცი გადმოცემით ბიჭო მე არ გეჯიბრები რას მომიწყე გამოცდები ბიძე კარაქი ვიდნები ვაკეთებ თუ შევეცდები თუ კი დაიღალეთრებით იცოდე არ შეგეცვლები არ ვარ დირექტორი შენი მე რო დაგიწესო ცვლები მაგრამ ერთი რამე ვიცი ამას არასწორად შვები და ფეხს კითხენ როცა გინდა წარმატება და ამ დროს ფეხს ითხრებ თუ არ ქენი არაფერი ნებისმიერს კითხე რა ხარ ვინ სად გაქრა ფაქტი 1 და 1000 რატომ იგონებ რომ მზად ხარ არ გემშვიდობები კარგად გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდი მესამე ეპიზოდით. ეს არის ჰოპკასტის მესამე ეპიზოდი და სტუმრად ყავს ტაჰა. როგორ ხარ? როგორ მოგწონს? აქაურობა, გიცა ბარში ვართ და ძალიან მყუდრო ადგილია. ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ ხოლმე საღამოობით. ლოკაცია ვისაც გაინტერესებთ, ეს არის მარი ბროსეს ქუჩა, ნომერი 1, ძალიან კარგ ადგილას არის. ადვილად მოაგნებთ და რა გეოლდებით ხოლმე. მომიყევი რა შვები. მშვენივრად გწნობ თავს, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები შენს მაყურებელს, ჩემს მსმენელს. Yes. და წარმატებებს გისურვებ, უსურვებ. მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებ ბათლზე ფინალში და მოდი აბა გითხარი, დამთავრებული გექნება უკვე ყველა რაუნდი, ხო? და ამას რო დავდებ მით უმეტეს, 3-ვე რაუნდი. კი, მზად ვარ, ძალიან კარგად ვარ მომზადებული და ვფიქრობ, რომ ტრიუმფით დამთავრდება ეს ყველაფერი. რა საინტერესო, შენ როგორ ატყობ შენს თავს, აი წინა ბათლი რაც ქონდა კამისთან, იმის მერე რამდენად განვითარდი კიდე შენი აზრით ფინალისთვის? ერთი ის ვიცი, რაც დარწმუნებით შემიძლია თქვა, ჩემს ამ ბეთლ შემოქმედებაზე, ის არის, რომ სულ პირველი ბეთლიდან აკაპელად დაწყებული ყოველი შემდეგი ბეთლი იყო წინაზე უკეთესი რა და ახლაც დარწმუნებული ვარ იმაში რომ პირველ ბეთლზე უკეთესი იყო მეორე და მეორეზე უკეთესი არის ეს ფინალი რა. აი რანაირად ახერხებ მართლა მაინტერესებს, ოღონდ არ ვიცი როგორ უნდა მიპასუხო და ალბათ ხალხსაც ძალიან აინტერესებს როგორ არ გელება კრეატივი პანჩლაინები, ამდენი ფლოუ რო იგონებ, ანუ ყველა ფლოუ სხვადასხვანაირია. საერთოდ ყველანაირი ფლოუა, რაც კი არსებობს მე მგონი და რანაირად მითხარი, აი თავისით მოდის ხო რა თქმა უნდა, ანუ ძალისხმევის გარეშე. ანუ სიტყვებს, რასაც ვიყენებ, მე ეს სიტყვები ხო ქმნის ამ ფლოუს რა და ამ სიტყვების დალაგებით, ოღონდ ბიტზე, BPM-ზე სხვადასხვა რაღაცეები იჩნდება, ოღონდ საერთოდ ვეუხვდები რომ ანუ ეხლა სხვა. მაგრამ ანუ რა თქმა უნდა თავისით. გაწვრთნილი ხარ ამდენი წელი ამ საქმეში თავისით წყალივით, შენი ფლოუსავით მიდის ძალიან მაგრად. სანამ კითხვებზე გადავალ, კითხვებიც მაქვს იმ ადამიანების, რომლებიც არიან შენი მსმენელები, მაყურებლები, გულშემატკივრები და YouTube-ზე დამიწერეს ძალიან კარგი კითხვებია. ჰეითერები? ჰეითერები არ იყვნენ. აბა რა პასუხს გასცემდი ჰეითერებს? გავარჯო. ანუ რა უნდა მიპასუხოს პრინციპში, ანუ ხო არ გადისავს. არა, ვერ ხვდები ისე, ანუ მართლა გულწრფელად რანაირად უნდა ყავდეს ჰეითერი, ანუ არ ვიცი, ვინ უნდა ჰეითეროდეს, ალბათ ჰიპ-ჰოპი ვისაც არ ესმის. ყველაზე მეტად ისინი არიან გულშემატკივრები. ჰეითერები ხო? ყველაზე კი, მეც ეგრე ვფიქრობ, ყოველთვის ეგრე, აი ძალიან ობსესდ რო არიან რა, შენზე ადამიანები, სხვანაირად როგორ ახსნი. აი ყველაფერი აინტერესებთ თან შენი.
ხო და ერთი მანძილია სულ რაღაც როგორც ის არის სიყვარულიდან სიძულვილამდე თუ რაღაც ეგეთია ზუსტად ჰეითერებს ეს. შენს ოპონენტზე რა სიტყოდი მოსკაზე? ზოგადად და რა ვიცი, რა სელოდები შენი აზრით მისგან ფინალში? როგორ კონკურენციას გაგიწევს შენი აზრით? პირველ რიგში იმას ველოდები, რომ იქნება მზად. მის მხარესაც ეგრე იქნება, ჩემი აზრით, რომ წინაზე უკეთესი იქნება. და თვითონ მასზე უკვე 9-ში ვიტყვი რა. ყველაფერს. ანუ რასაც ვფიქრობ. რაღაცა პატარა სპოილერი, სულ პატარა, რო გითხრა, როგორ აი შენი რაუნდებიდან გამომდინარე, რამე განსხვავებულს უნდა ველოდოთ, რაც აქამდე არ ყოფილა? ანუ ალბათ თქვენ უნდა შეაფასოთ რა. მე ძალოც. გაკეთოს კაცმა. აი ხარისხს ალბათ ხალხი, ჟიური, ყველა შეაფასოს. აი ის მაინტერესებს, ყოველთვის ეგრე იყო მე მგონი, ხო? მაინც და მაინც შენთან მიმართებაში ბათლზეც გითქვამს, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც მიწერენ, რომ წააგეო და რაღაც და რანაირად არ ნებდები და აირანაირად კიდე უფრო გაძლიერებს ალბათ ეგ ხო რომ უფრო მაგარი რაღაცები გაჩითო რომ გაჩუმდით ანუ რომ გააჩუმო ყველა. ამის მიზეზს ხვდები და ამის გამო არა მაქვს დიდი რეაქცია ამაზე რა, იმიტომ რომ ზოგადად ცუდად გავოდის, ჩაგრულები უყვართ ხალხს. ზოგადად რა, ანუ ესეა მიღებული რომ უფრო ვინც არ არის ანუ ფავორიტთან შედარებით ანდერდოგი ყველას მოწონს რა და შეიძლება მაგალითად გულშემატკივრობ ერთ-ერთს ორიდან რა შენ ამას რო გულშემატკივრობ და შენმა ფავორიტმა რომ მოიგოს რა შეიძლება არ დაწერო რომ აუ რა მაგარია ამან მოიგო მაგრამ თუ შენმა ფავორიტმა წააგო მაშინ აუცილებლად დაწერ რომ აუ რატო წააგო რა და ამიტომ უფრო მეტი კომენტარი ჩანს იმაზე რომ იმას უნდა მოეგო ვიდრე ის რომ ამან მოიგო რა როგორ მოგწონს PvP flow შენი აზრით რამდენად განვითარდა აკაპელას მერე საერთოდ სხვადასხვა სპორტია როგორც ესე ხო იმით უნდა რაღაც განვითარების ის ერთ-ერთი განსაზღვრელი ხო არის ანუ ხალხიდან გამოხმაურება რა ჩემი აზრით ამ სეზონს ბევრად მეტი გამოხმაურება აქვს ვიდრე წინა სეზონებს რა იმიტომ რომ ჩემი აზრით განვითარდა უფრო TikTok-მა ძალიან ბევრი იქნა, აი ძალიან ბევრი იქნა. ჩვენც ბევრი ვქენით პროექტის. შენც ბევრს აკეთებ და ანუ ვინც ამ თემაში ჩართულია და შენ მე მგონი საერთოდ არაპირებდი გამოსვლა სულ თავიდან BPM-ზე, იმიტომ რომ პელე უნდა შეხვედრო და ნიკის ლოუს და მე მგონი წინა დღეს თუ რაღაც გითხრეს და ტიპი უცებ ანუ იმდენ იქნა რომ ეხა ფინალში არის და ანუ რანაირად ანუ გინდოდა თავიდანვე რომ მიგეღო მონაწილეობა მე მგონი დიდად არაპირებდი, მაგრამ მე რო დაიწყე უკვე შეგითხრია რა. ხო, ანუ ეგ ისტორია ხო რომ გავედი. ეგ არ იყო ბეთლი, ეგ იყო ნიკისთან იყო ჩოვლებრივი კონცერტი, ლაივი იყო. ჩემ ოპონენტზე არაფერი არ მქონია. ხო, ვერც გეკნებოდა ვერც ვერც შეაფასებ როგორც ბეთლს რა. მაგრამ ეგ არ ყოფილა მიზეზი იმის რომ მე აქ სეზონზე გამოვედი. არ ვაპირებდი მართალია, უბრალოდ ფიქრობდი რომ მოდი რაღაცეები ტრეკებზე ვიმუშავებ არ მოგზავნოს დრო, მაგრამ მივხვდი რომ ამ ტრეკებს უფრო მეტად ეს წაადგებოდა ვიდრე აი უბრალოდ ტრეკები და კლიპები რომ გამეკეთებინა და ჰაიპის მხრივაც კი, ანუ უფრო მეტად მოიზიდავდა სმენელს და გააცნობდა ჩემს თავს უფრო მეტს. ეგრე აგიხდეს ყველაფერი. მე მგონი უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვებზე, რომელიც უშუალოდ ხალხმა დაგისვა ჩემს არხზე community-ში და ძალიან ბევრი კარგი კითხვა სასაცილოებიცაა საინტერესოებიც. კაი, დავიწყოთ. სამი საუკეთესო მომენტი ამ სეზონიდან. აი ერთს ჩემს ვიტყვი, შაირი. ხო, საქართველოს რო შაირების ქვეყანაა. მეზობლის ქალს ხელს უახლებს ისიც შინაურია, მაგრამ მათი აზრი არ აქვს უკვე გიტანაურია. მეორე ბანი მესე თავი რომ მოვარტყა. ძალიან საყვარლობა იყო. ხო და ნუ მიეკარები სანა ფეხზე გაცუია, მე ვარ მაღალი ლეველი ლეგენდარი მაქცია. მე მეგონა იტყოდა ვინმე ოპონენტის იმას, ან ოპონენტის ანუ ზოგადად არტისტის საუკეთესო ვერს, ან ლაინს და ტიპა თავი მომარტყა. და ტოტო აი ესე რო გააკეთე. აი რაც გზეგა კიმსი გალის მიუცემ. ყნავშენივი არჩეულ ლოგინზე.
მაგარი პასუხი იყო, არ ველოდი საერთოდ. აი, ეხლა ცოტა გაგიჭირდება, ნახეთ, დაალაგე თანმიმდევრობით ამ სეზონის ყველა მონაწილე 1-დან 8-მდე. ამ სეზონის პერფორმანსით ვიტყვი. მოდი 6 დავალაგე. კაი, მე დამასკა ფინალში ვარ. მე-6-ზე ჩემი აზრით ხვედე. მე-5-ზე ტოტო, მე-4-ზე თოვლი, მე-3-ზე კამი, არა, მე-3-ზე სკაირესი, მე-2-ზე კამი და პირველზე ბანი. ვა, აი, კამი და ბანშეს ისე რა, პირველი მეორე. აი, ზუსტად ახსენე ბანის და კამის და ეხლა არის ეკითხვა, ბანი თუ კამი, რომლის ვერსები უფრო მოგეწონა? შენთან როგორც ოპონენტების. ვერსები ჩემი აზრით სიძლიერით რა, ფანჩების სიძლიერის გულისხმობ თითქმის ერთ level-ზე იყო. Flow-ი რაღაცაების გადასვლებით, რაღაცაებით მომეწონა ბევრად ბანი, მაგრამ დუხით, სულით კამია. საუკეთესო ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი. რა თქმა უნდა, სუბიექტურად და ალბათ ყველა დროის და რა თქმა უნდა, შენი თავით შეგიძლია თქვა. ანუ არ იქნება ეხლა ის ამ პარტავნობაში რაღაცაში. არა, Snoop Dogg. კაი, მიდი დროზე თქვი. აი, სხვადასხვა რაღაცების მოწეს ხო, ზუსტად მეც ეგრე ვაფასებ, სხვადასხვა კომპონენტით. ძნელია ეგრე გამორჩევა. ზოგადად MC-ს ვიტყვი და მე არტისტა ლადო. ბაზარიერს. MC ლადო. გეთახმები. და მე ვცდილობ რომ მე ვიყო. ნაის, ზავაგარი პასუხი იყო საყოველთაოდ. რას ურჩევდი დამწყებ არტისტებს შენი გამოცდილებით? აი ზოგადად რაც გინდა რომ მაგალითად გაითვალისწინონ ტრეკების ჩაწერის დროს, გამოქვეყნების დროს და ასე შემდეგ. აი რა არის ესეთი სტერეოტიპი? აი მაგალითად რო იციან რომ რა თქმა უნდა ყველა ძმაკაცი მხარს უჭერს თავის მეგობარს, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე რომ დაუხვეწავ ტრეკზე უწერენ ხოლმე საღლო ძმა მიეწექი, კაია, დადე კიდე და მაგალითად შეიძლება რომ უკეთესად შეფუთო ეგ პროდუქტი და მერე დადო. აი რაღაც ეგეთი მხრივ რომ მისცე რჩევები. ჩემი აზრით, აი მაგასთან აი ეგ პრობლემა საერთოდ არ არის რომ დადო მაგალითად დაბალი დონის ტრეკი ჯერჯერობით დაწყებისთვის, იმიტომ რომ მერე და მერე შეამჩნიოს ის პროგრესი. აი ეს პროგრესი თუნდაც მიხვდეს რომ რეალურად აი ხა შეიძლება ძმაკაცები უწერდნენ მაგარია რაღაცებს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც მიახვედრებენ რაღაცებს რა როგორ და მე ამ ყველაფერს უფრო გაითვალისწინებს და თავის შედეგთან შედარებით მიხვდება რომ აქ რა გავაკეთე არასწორად მე და და ვინც უწერს აი ძმაკაცმა რომ იცის რომ ძალიან ცუდია, მაგრამ უწერს რომ ძალიან კარგია, გთხოვთ რომ პირადად მაინც უთხარით რომ არ არის ძალიან კარგი. მაგრამ ანუ გვერდში დგომა და საპორტი რა თქმა უნდა რა. თვითონ ტექნიკური თვალსაზრისით რას ურჩევდი? იცი რა არის ზოგჯერ? უმეტესობა რაც გამიგია კომენტარები არის რომ ჯერ აკაპელას წერენ ბითის გარეშე რაღაცას და მერე ასვამენ ბიტს და მერე პრობლემა აქვთ რატო არ ჯდებაო, აცდენილია ბიტზე ვერ ვკითხულობთო და ზოგადად ესე არის რომ ჯერ ბითი უნდა არჩიო და ბიტზე დაწერო, იმიტომ რომ ბითი არის ტემპი. ტაქტი გაძლევს საშუალებას რომ ჩაჯდე და აი ეგეთი რაღაცები ეგეთ კომპონენტებში რა არჩევას მისცემ ტექნიკურად. აი მაგაზე რომ ანუ შეიძლება დაწერო აკაპელაზე, მაგრამ უკვე ის სკილი უნდა კონდეს გამომუშავებული, რომ თავში კონდეს BPM-ი ყველანაირი რა, რომელ BPM-ში გინდა რომ იმუშაო რა, მაგრამ უმჯობესი იქნება, აი ხა შეიძლება სხვა ბიტზე დაწერო, მაგრამ სხვა ბიტზე კი, ოღონდ BPM-ი თუ იგივეა. იმიტომ რომ თვლა არის რა, ტექნიკურად რჩევის მიცემა ის არის რომ ამ მოწყობილობასთან რაც უფრო ხშირად იქნები, რაც უფრო ხშირად იმუშავებ, თუნდაც ილაპარაკებ, თუნდაც სხვადასხვა მუსიკას მოусმენ, არ იქნები რაღაც ჩარჩოებში, ნელ-ნელა გამოგიმუშავდება რა. ის ცუდი ენერგია, რაც შეიძლება მოგცენ, უნდა გამოიყენო საწვავად რა. მე თვითონაც მაქვს ეგეთი გამოცდილება, სანამ გავხდებოდი, სანამ დავიწყებდი, სანამ პირველ ტრეკს ჩავწერდი, ყველა ჩემს გარშემო, ანუ როგორ გით, აგდებულად უყურებდა ჩემს ამ სურვილს და მონდომებას რა და მე მივეცი პირობა აი ზუსტად მახსოვს ჩემ ძვაკაცებს რომ აი როლებსაც ვედაცვალე გულში ყველას აი გამოვიყენე ზუსტად საწვავად ერთ წელიწადში მე არ ვიქნები ის ტიპი ვისაც ისოთ მე არ ვიქნები თქვენი ძვაკაცი თუ ჩემ ლაივზე არ გაცეკვეთ და ზუსტად ეგრე მოხდა ერთ წელიწადში
მიყვარს ესეთი ისტორიები, რაღაც мотиваციას მოაძლევს. აი თქვენს გამოგადგებათ. შენ ხო ადრე გქონდა დუო იყავით თუ ჯგუფი გქონდა, ხო? ჯგუფი იყო. რა ერქვას? Low Light Squad. ხო, Low Light. და მე რა მოხდა, რატო დაიშალეთ? პირველ რიგში, ანუ რო დაიწყო ეს ამ ჯგუფის მოღვაწეობა რა, ყველა ვიყავით ჯერ პატარები დაწყება, ანუ ჯერ დავიწყეთ ერთ vibe-ზე და ერთ სტილზე ვიყავით მუსიკის რა, ანუ cloud rap, უფრო აი ეს trap metal-ი, რაღაც ალტერნატიული რაღაცა. მე როგორც ხდება, ზოგადად ჯგუფები რა, რავი, დიდხანს ვერ მოღვაწეობენ ზოგადად რა, არა მარტო აქ ყველგან რა ეგრეა რა. შეიძლება დიდხანს იყოს, მაგრამ ბოლოს ერთი ხო რა, ერთი დასასრული აქვს. ანუ ყველა თავის ხაზს გაყვა. მე ჩემს ხაზზე წავედი კარიერის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ვიღაცას ცუდი ურთიერთობა მაქვს, ან რაღაცა. მუსიკალურად ყველა სხვანაირად განვითარდა. ზოგი პროდიუსინგს მიყვა, ზოგი სხვა სტილს აკეთებს და ესე რა. ოკეი, ეხლა უკვე ალბომზე არის, მომავალ ალბომზე, ვისთან იგეგმება ფითები, როდის იქნება დაახლოებით ალბომი, EP იქნება, რა იქნება? არ მინდა რომ წინასწარ გავცე რაღაცა მოლოდინები, მაგრამ აი ამ პროექტის დასრულებასთან ერთად ნელ-ნელა, ანუ ახლო, ძალიან ახლო მომავალში იქნება ტრეკები, ანუ ერთი რაც შემიძლია რომ დავასპოილერო არის ის რომ ხომ მკითხე ვინ არის შენთვის საყვარელი MC და არტისტი რა? ლადოსთან ფითი. ლადოსთან იქნება ფიტ. შენი ყველაზე კარგი ლაინი, ანუ შენთვის შენი ყველაზე კარგი ლაინი და შენი საუკეთესო ვერსი PvP-ში. მე ხა იცი რომელიც დათო. ისა, კაკადო და მაინა. რამაირად მოგონდა და ხელებს ეს რო შვებოდა. აუ ძალიან მიყვარს. ალბათ ერთ-ერთი ხო. ალბათ ის ყველგანამოვა რეპერისადმე. კიდე underrated რაც ბევრმა ვერ გაიგო. ამ joint-ს, ანუ joint-ი ხო შეიძლება ვერსიც, ანუ ვერსით joint. joint ვერსი შეერთებული. ხო, ამ joint-ს გაუფუჭდა ფილტრი. ანუ ფილტრის გარეშე ვამბობ იმასაც ვფიქრობ, თან ფილტრი. და მე ვაფურთხე ფაქტებს. ფაქტებს და ფაქტებს. ხო. აუ რამდენი ეგეთი გექნებოდა. აი, კაი რაღაც წამოჭერი ახლა, ზუსტად მაგაზე მინდოდა. შენი ისეთი ლაინები რო ახსნა, რაც ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება მეც გამომრჩა და გინდა რომ გაიგონ რა. იმიტომ რომ ანუ მეც ძალიან გამიტყლებოდა მაგარი ფანჩლაინი რო დამედო და ვერავის მოეწვა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა და აი ახლა გაქვს შანსი რომ ეგეთი ლაინები ჩამოყარო. აუ რამდენი აქტივს ახლა რომელი არ თარგმნი თავს ვაჭრი. სხვათა შორის, ანუ არ თარგმნი, თავს ვაჭრი და რეაქციებით მიხვდებით თუ ამ ბედში რა ვთქვი, ეგ შენ რეაქციებზე ვთქვი. აუ, კაი, რა სიძახი. ხო, ანუ გადაცემებზე რა, რეაქციების. ძალიან გამისწორდა, რატო გამომრჩა, მაგრამ მე ჩემ თავზე ვერ მივიღებდი, ანუ თავმდაბლად. რეაქციას ხო, ეს კითხვა ძალიან უყვართ რა ყველა არტისტისგან აინტერესებთ და შენს კითხავს შენი მოსაზრება Mama Flex-ზე. მე მიყვარს გულწრფელი პასუხი. როცა მე თვითონაც ვიწყებდი კარიერას, მასაც ახალი დაწყებული ქონდა, ცოტა ადრე, მაგრამ ნუ ახალი ძალიან გამისწორდა რომ რაღაცა განსხვავებული მოხდა საქართველოში, ვიღაც განსხვავებული არტისტი საერთოდ სხვა ფლოუებით, საერთოდ სხვა ესთეტიკით, კი სიგიჟეებს ამბობს, მაგრამ ძალიან უხდება. მე მომწონს მისი ესთეტიკა და წარმატებებს უსურვებ ყველანაირად. West Coast-ი თუ East Coast-ი? ვარ ლიხსიქი და ლიხსაკეთს არ ვითვალისწინებთ. West Coast-ი, ანუ ამერიკაში თუ ანუ ზოგადად ჟანრობრივად მე მგონი, თორე ახლა ზუგდიდის პონჩი ალბათ West სიტყვი, მაგრამ თან არა, მე ტყუილად არ ვარ ლიხსი, ანუ მეგრელი ვარ ნახევარ. არ გვაინტერესებსო? ერთი პასუხი. მე მგონი ჟანრობრივად, ჩემი აზრით. თორე ეგრე შეიძლება South. კაი, South sound-ის ტრეკები გაქვს? იმენა ერთი South რაღაც. აი მაგით ვერ ვასხოვებ. ხო. აი ვერ ხვდები რა, ზუსტად მაგითხეს იმას. კაი, მაშინ იცი როგორ? აი East-ის პონჩი, კაი, ბუმბეფი თუ West-ის პონჩი G-Funk-ი. აი რაღაც ესე.
მე მგონი ჩემიანია უფრო ბუმბებს იტყვის. უფრო კი რა, უფრო ნიუ-იორკის საუნდი უფრო. Yes. მაგრამ ეგრე ის არ მაქვს რა. აი რაც ურში მესია. აი ეგრე კონკრეტულ საუნდებზე არ ვაქვს რა მგონი. აპირებ თუ არა შემდეგ სეზონში გამოსვლას და რა იყო მაცადე? რატო? დაიღალა კაცი, ანუ მეტი რა. აი დაღლით არა საერთოდ რა. ჩემი აზრით ეხლა არის ჩემი კარიერის, ჩემი თავის პრაიმი, ანუ ჩემი შესაძლებლობების, თუნდაც შეატყობდი ბანისტებს, როგორ ვიღლებოდი. ხო. ზოგადად ჰიპ-ჰოპ კარიერა რა ყველასთვის არის არც ისე ხანგრძლივი, მაინც რა ის პრაიმ პერიოდი და მინდა რომ ჩემი შესაძლებლობები იმ ხელოვნებაში ჩავდო, რაც იმენა მე მინდა რომ გავაკეთო რა. ეხლა იქ რომ გავდივარ, არ მაქვს იმდენი არჩევანის უფლება, მიწევს რომ კონკრეტულ ერთ ტიპზე ვისაუბრო რა. რეკლამის და გართობის პონჩი ძალიან კარგია, ძალიან მისწორდება, მაგრამ სხვა რაღაცა, აი უკეთეს რაღაცებს ნახავენ ჩემგან. სხვათა შორის დღესაც ვეუბნებოდი რომ მოვდიოდით ტახას რომ ერთადერთი, ანუ მართლა გულწრფელად ვამბობ, ერთადერთი battle MC-ა, რომელიც მუდმივად განვითარებადია და მუდმივად ჰაიფშია. სულ ჰაიფშია ტიპი, რამდენი წელი მე, რამდენი სეზონი. ძალიან რთული აქვს ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის რაღაც მომენტი, როცა შენ გონია რომ შენი პიკი გააკეთე და აღარ გინდა რომ გააფუჭო რა, დაამახსოვრო საუკეთესო მომენტში. ტახას ეგ არა აქ, ანუ სულ აგრძელებს, სულ ჰაიფში ძალიან რთულია ჩემი აზრით საქართველოში თან, რომ იყო ესეთი აქტუალური ყოველთვის და ძალიან დიდ ნიჭს და მონდომებას მოითხოვს და შრომას და რავი. ეს უნდა მეთქვა უბრალოდ. რა უნდა მიპასუხო, მაგრამ მადლობელი. რატომ დაირქვის სახელი ტაჰა 911? აჰა, საინტერესო კითხვა. ანუ ჯერ ტაჰა ცალკე და მერე 911 და მერე ორი. საინტერესო კითხვა, რომელსაც არასაინტერესო პასუხი აქვს. როცა ჩავწერე პირველივე ტრეკი, კითხეს რომ ანუ რა დავაწერო რა არის შენი stage name-ი? ვიფიქრე დაახლოებით 1 წუთი და თავში მოვიდა ეს სიტყვების წყობა, რომელიც არის მარტივად დასამახსოვრებელი და კარგად ჟღერდა. და ოკეი, აჰა, დააწერე და ანუ რატო აი საიდან? აი უბრალოდ თავში რაღაცა მომაფიქრდა რა. და 911 ეს არის ჩემი დაბადების თარიღი 2001 წელს ზუსტად იმ დროს როცა ტერაქტი მოხდა, იმ საათზე როცა ტერაქტი მოხდა. რა სიძახი? დავაჟრიალა. ხო და ანუ მაგიტა. ესეთი დამთხოვა და თან შენზე მორგებული პერსონალური რო იყო. ვაა, მაგარია. არა, მაგარი რა ეხლა. ვისთვის იმათვის მამაჩემს კი გაუხარდებოდა. უი, მამა შენს უნდა კითხო ვლოგში ყველაზე მაგრად გავისწორდება კითხვები. რა საყვარელი. ვლოგში არ ველოდით რა? ანუ თვითონ ტაჰა თქვა, აი ეს მამა ჩემია. ვიზაუბრ რაც ხაზნა იქნება, ხო? შაირი მამა ჩემის აწერია. ესა მამა ჩემი. შაირის პირველი ნაწილი. როგორ თქვა რა? პერსონაჟი რო აუხსნა რა, ვინც გაიცნობს, მიხვდება მე battle rap-ში რატო არ ამ level-ზე რა. ანუ მართლა, აი მოკითხვა. მოკითხვა გამარჯობა. უყურებს ხო უეჭველი? შენ სადაც ხარ? რა საყვარელია. ისეთი ტიპაჟია რომ ანუ battle-ზეც იყო მოსული, ძალიან თავისუფალი, ანუ ისეთი აზროვნებით გაგვირჩევა. ესეთი რაღაც თქვა რომ ის მეზობლის იმაზე ხო ქონდა გაგებული. აუ მეზობლის ხელს ნუახლო ხო ეგრე თქვა რა, უბრალოდ პროსტა ესე ვიყავით და ესე თქვა რა. და იდეა მომაწოდა. აიმის და ეგ უთხარი რა, მე ამომიტივტივდა და იქვე უთხარი. აუ რა საყვარელობა, ძალიან ვაფასებ ესეთ მშობლებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერენ შვილებს, მათი პროფესიის თუ ჰობის მიუხედავად, ანუ ზოგადად არის ხოლმე სამწუხაროდ ესე სტერეოტიპულად ჩამოყალიბებული ძველი თაობის წარმომადგენლებმა უყვართ, რომ აი შვილი მაგალითად ექიმი უნდა გამოვიდეს რაღაცა და იმის მეც აღარაფერს აღარ განიხილავენ და მით უმეტეს ჰიპ-ჰოპი ცოტა ისეთი რთულად აღსაქმელი სუბკულტურაა საქართველოსთვის და აი ქართველი მშობლები რო ესე გისუპორტებენ და ყველგან არიან, ყველაფერს უყურებენ შენსას, ინსპირაციას გასწევენ, რავი, ძალიან მისაბაძი არის მართლა და მადლობა თქვენ ესეთი შვილისთვის რომ აღწერდეთ ესე კაცი. ან მართლა სათხე გრძელოსავით გამო. ეგ ფაქტი არის რომ უფასო კონცერტს უფასო ოპერაცია ურჩენია. მეც ეგრე მეკნებოდი.
აუ, რამდენი კაი მომენტია რა გავაკეთ. ნუ, პრინციპში ბანი კი ვახსენეთ, მაგრამ მაინც ცალკე კითხვა არის, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ბანის პირველი რაუნდის მერე ბანიზე. როგორ ანუ იქ რო ვიყავი და იქ რო მოვისმინე უშუალოდ იმ მომენტში რა ვიფიქრე ის იყო რომ რადგან მეუძდე ცოტა ისე მაგრამ ანუ ხო ვიცოდი რომ შეიძლება ეგეთი თემა ყოფილიყო რომ ბილწი სიტყვები მაგრამ რა თქმა უნდა არ იყო არ არის სასიამოვნო ბეთლზე გეუბნებიან თუ სადაც არ გეუბნებიან რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო ძალიან დავიძაბე მაგრამ და ვიფიქრე რომ მოვიგე მართლა აი გულწრფელად რა მაპატიოს ყველა კამისთან პირველ რაუნდის მერეც ეგრე ვიფიქრე ანუ აი რა მართლა პარტავნოიზას მართლა რაც ვიფიქრე იმას გეუბნები ზუგდიდში რა უბნელი ხარ ანუ რო გიპასუხოთ რა დაადგებით ანუ ზუგდიდელი მაშინ ზუგდიდში პოლიციის შენობის წინ ძმების შაურმა რო არის ხო გაქ ნაჭამი ვაიმე რეკლამა გამომივიდა. აი, რეკლამა მგონი არ გამოგივიდა, იმიტომ რომ აღარ არსებობს. უი, აბა? და სადღაც 10 წლის წინ ალბათ. კი, 10 წლის. ვინ იყო შენი ინსპირაცია ჰიპ-ჰოპში? ეს მეც მაინტერესებს. ჩემი ვარაუდი მაგ. ინსპირაცია დასაწყისში ალბათ. ალბათ ექსი. აი, მაგას ფიქრობდი მე. და Midnight Killer. ლუკა. კი. მოკითხა ლუკას დებს კიდე ტრეკებს თუ არა? შეეშვა? რატო? აი, არავინ არ მინახავს ეგეთი შესაძლებლობა კონდეს freestyle-ის, რაც მაგას არც აქ. ვაა. არც ლიხსი კიდარს. აჰა, ფინალში მოსკამ რომელი ბრენდის დუხი გირჩევნია რომ დაგიგდოს? აუ რა გავახსენდა იცი შენ გედო სტორიზე ვიღაცამ TikTok-ზე რო დადო დუხი დააგდეო და აჰაო და მართლა დუხი და ანუ ფიზიკურად ანუ ყველა დუხის ბრენდებში ეხლა ძალიან მაგარი კითხვა სპაიდერმენი მოერევა თუ კოა კოა რა თქმა უნდა მე მაგ ესეთ ინიციატივა კოასთვის ცალკე ბათლი ჩავატაროთ ოღონდ ცეკვაში ჰიპ-ჰოპის კოას იმდენი ბათლი აქვს ცეკვაში ზუსტად რა თელი ცხოვრება მართლა შენთვის რომელი ადვილი დისის წერა თუ ტრეკის წერა ანუ იდეაში დისის ხო ტრეკია მაგრამ კი იმიტომ რომ უკვე მასალა გაქვს უკვე იცი რა კი თან პივიპის გამოცდილებით ხო მით უმეტეს რითი უვლი წვერს წყლით აუ რატო სვავთ ესეთ კითხვებს ნიკისთან ბოლო რაუნდში რომ ჰქონდა ტექსტი როდის ჩაწერს და როდის დადებს ჩაწერილი მაქვს დადებით ნახავთ რა მალე აჰა ფინალის მერე სავარაუდოდ კაი აი როგორ წერ ტექსტებსო აი სტრუქტურულად როგორ უდგები აი ცალკე რითმებში თაბახის ფურცელზე წერ თუ ნოუთებში ტელეფონში ტელეფონში ხო თელი ცხოვრება ნუ შენ უკვე ისე გექნება გამომუშავებული რომ რაღაცნაირად სწრაფად წერ უკვე ტექსტებს დარწმუნებული ვარ და აი რითი იწყებ გამხსნელი ლაინი რა აი მაგაზე ყველაზე მეც ვფიქრობ რა აუ კი და რაღაცა წინადადებით რაც იქნება ანუ პირველი ფანჩი მერე უკვე პირველი ლაინი მიყვება და მერე და ფანჩლაინებს როგორ აგებ ხოლმე აი ჯერ ცალკე ფანჩლაინს ფიქრობ და იმის მიხედვით წინა ბარებს აგებ რომ შეიკრას თუ ჯერ მოყვები ნელ-ნელა და ბოლოს ფანჩლაინს უფიქრ ხან როგორ რა ყოფილა რომ პირველი სეტაპი დამიწერია და მერე ფანჩლაინი ყოფილა რომ ფანჩლაინი დამიწერია მერე სეტაპი რა როგორ ურჩევდი დამწყებ არტისტებს თუ აინტერესებთ ფანჩლაინების წერა როგორ დაიწყონ აი ყველაზე მარტივი გზა რა არის ფანჩლაინის ჯერ რომ მოიფიქრო რაღაცა ასოციაცია ხონდა გქონდეს ანუ უნდა შეადარო რაღაცას ხო დაახლოებით იდეაში აი რა არის რა მაგიტო ალბათ გვიყვარს ყველას ეს სფერო რომ არის ყველაზე თავისუფალი რაღაცა რაც კი შეგიძლია გააკეთო რა იმას ვურჩევ რომ როგორც უფრო ეკოფორტულებად ისე გააკეთონ ეხლა შეიძლება ვიღაცამ სხვანაირად აკეთოს მაგრამ დაახლოებით ერთ დონეზე ვაკეთოთ ან ჩემზე გააკეთოს რა აი როგორც კომფორტულად იქნები შენ სამუშაო სივრცეში, ანუ ისე უნდა გააკეთო რა. რომელმა ქართულმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა უნდა მიიღოს PvP-ში მონაწილეობა, ცოტა უხეშია უნდა მიიღოს შემდეგი სეზონისთვის და რატომ? შენთვის რომელი არტისტი იქნებოდა საინტერესო BPM-ზე? აი ნებისმიერი არტისტი რავი. არა, BPM-ზე. დათო.
იას. არ ვიცი, იქნებ შენ რაღაც აფრიკულად დაებასო რომ რაღაცა სხვა გამოიყენო რომ აი აფრიკულად გეტყვი. როგორც გაგისწორდება ისე. აუ მე უცებ რა წარმოვიდგინე, იცი მეთქი რამე აფრიკულ ენაზე იტყვის თქო და ვაფშე გავგიჟე. აუ ეგრობე თქვა აი. შოქში ვიქნებოდი მე. რატომ გადაწყვიტე რეპერობა? აი როდის მიხვდი რომ ეს შენი იყო? როცა პირველად ლაივზე ხალხის წირო გამოვედი. ეგ როდის იყო? ვიყავი 17 წლის, რამდენი წელი გამოდის? 5 წლის წინ, რიცხვი მახსოვს 2 აპრილი. ვა. იმიტომ ჩემი ზვაკეს დაბადების. და არასწორად ვამბობდი. ანუ ხალხი იყო, ხო? კი. ანუ ჯგუფი. ჯგუფის გამოსვლა, ხო? და ბევრი ხალხი არ იყო, ეხლა ბევრი რაღაცა, მაგრამ აი მიკროფონი რო დავიჭირე და რო გავხედე, მივხვდი რომ აქ შეიძლება ამდენი კაცის მაგივრად 1000-ობით ადამიანი იდგეს და ეგ ენერგია რო ვიგზენი, მივხვდი რომ ანუ ამის გაკეთება მინდა. და ეხლა უკვე 1000-ობით ადამიანის წინაშე გამოდის და უფრო მეტიც იქნება. და ბოლო კითხვა, ტაჰა მოსკას მოუგე 120 ლარიანი ნიზლავით დავდეაბა შენიცი ჯიმა. 120 ლარიანი. ბიჭო, ეს ის ტიპია მე მგონი მოსკა რომ ყავდა წინაზე. ტაჰას მოუგეო 120 ლარიანი მაკის მენიუზე დავდეო ნიზლავიო და არ წამაგებინო და ეხლა მე მგონი იგივე წელს. აი შეიძლება ვისთანაც დაუდო ის. შეიძლება სხვა არის. შენ რო წააგო მეც ვაგებ 120 ლარიან მაკის მენიუს. აუ, შენზემობას ვიცავარ, უნდა მოუბიგო შენი ხათრით და. პაპალამ თქვა რავი. სწორად გამოიყენეთ ბიუჯეტი ცხოვრებაში. გადავდივართ ბლიც კითხვებზე, არის 15 კითხვა, სწრაფ-სწრაფად უნდა მიპასუხო, არის ძალიან სახალისო კითხვები. ოკეი. აუ, მეც დავიწყო. სწრაფ. ის რო არის, რა ერქვა იმ გადაცემას? რომელიც საქართველოს რაღაც მე მგონი ცოტა ძნელი კითხვა. ტენტასიონი თუ სკიმესკი? ტენტასიონი. როკი თუ ჯაზი? ჯაზი. ვაა. ბლუზი უფრო. ბლუზი, საღო, განგსტერ რეპი თუ ჯი-ფანკი? ორი ერთში. იაკობსი, ბლაცი თუ კრიფსი? კრიფს. ხო. შემდეგი, ბლიცი არ არის. 90-იანების ჰიპ-ჰოპი თუ 2010-იანების? 20-იანების. არა, ამორიდან. 90-იანების. Playboy ქართის ჩაცმის სტილი თუ A$AP Rocky-ის? A$AP Rocky. 9 თუ 11? 11. 17 თუ question mark? რაზე ფიქრობ? მართლა? Linkin Park-ი თუ System of a Down? დათო მიკითხა ეს რატომღაც? System of a Down. ვაუ. რიანა სამპაიმანი თუ $10,000? $10,000. ნახე არც დაფიქრდა, ანუ 10,000 არც ისე ბევრია რა. რომლის rap battle უფრო გაგისწორდებოდა დავით გურამიშვილის და შოთა რუსთაველის თუ აკაკი წერეთლის და ვაჟა ფშაველას? ვაჟა ფშაველას ნავიხილდი აი ბაკ. კი. შესაძლებელი რომ იყოს, რომელს აირჩევდი მოცარტის და ფიუჩერის კოლაბორაციას თუ შექსპირის და ბიგის battles? უფრო კოლაბორაციას მოусმენდი ვიდრე battles. მოცარტის და ფიუჩერის ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ მე მგონი ხელოვნური ინტელექტი აკეთებს უკვე მაგას. ტრევისის ედლიბები, აი It's Lit და ცნობილი რო აქვს თუ 21 is Pussy. 21. სამყარო, რომელშიც ადამიანები მხოლოდ beatbox-ით საუბრობენ თუ სამყარო, რომელშიც მხოლოდ რითმებით საუბრობენ? რითმებით. რითმებით, წარმოიდგინე. მიპასუხე. და ბოლოს შენი ტრეკებიდან უბანი თუ შამათი? შამათი. ოკეი, ეს ბლიც კითხვებიც გავიარეთ და ეხლა ბოლო რუბრიკა დარჩა, გასმენინებ ერთ დამწყებ არტისტს და ერთად ვაფასებთ. ახლა ვაფასებთ T-Funk-ის და Young Badris და Mortis, მე მგონი 926 ტანზე. Young Badri და გიჟის სახელი. Young Badris იცნობ ხმაზე შენ? აუ, კი ალბათ. ეს რა კონტია შრეკია ეს თუ რა არის? თამაშია რაღაცა cover-ზე. გობლინი რა. კაი. მარა მორტი განება შესწია ვაფერი ასი არ გეგანება მარა ბერსონო და ბიფი მარა მერღეროდა ვაფერი ამოვიდა რასკი მამენდამება
მიფრინავ არტრო ბიჭებთან ვარ კოსმოსში მიფრინავ მაღლა მოიყვება ბატარა მივდივართ მაღლა და მაღლა ჩაფხუთ ვიფარავ თავზე ომი და ჭრილობა წამზე ხია გზაზე მოდივართ განზე რა შევიდო? ანუ ომი და ჭრილობა ტანზეო რამდენისა ეს ბავშვი რა გამოიარა სად რა ომი რა ხდება აუ მაგარი კაცია რა თქვა სად მოდივართ ჩაფხუთ ვიფარავ თავზე ომი და ჭრილობა წამზე ხია გზაზე მოდივართ განზე 9-2-6 ტანზე კატანა მოვიკიდე გახიკა Young badri მოვიდა გახიკა 9-2-6 ტანზე არა ცოტა ბიძე ზის მე მგონი ხო 9-2-6 ტანზე Yo 9-2-6 ტანზე 9-2-6 ტანზე 9-2-6 ტანზე Tifanke ბადრი აღარ ფიქრს ბაღზე ფეხი მუდამ გაზე დამფრინოს ისევ ასრა ყველა ფიქრობს ისევ ფართო და ნასის ინტერნეტი პადლში სულ ამბიცია მაღლა დავდივარ ყველა უბანში ვერასდროს მეწევა დაღლა თუ ნახე ხიბლია ხალში აღარ გინდა წასვლა რიგდება სკოლაში ისე მთხოვეს ბორზე ასვლა 9-2-6 ტანზე 9-2-6 ტანზე ისინი ზიან პირისპირ ვერ ამოღამებენ ვერაფერს ბადრი ამბობს მე მიმიშვით სმენა არ ჭირდება ჩემს საფუძს სადაუთი ხოლა ბავშვს ვინც ჩემს ხარად დგას ვინც გარეთ ასროს თავს მის მუდამ არ წამს უნდა გასცე შენს თავს მე თითქოს ვერ მკლავს უნდა გასცე შენ თავს ხომ თითს მან დგას ისინი არ შავებენ ისინი გვალამაზებენ უსტრადესი ტრეკია. ძალიან ვეირდესი, ყველაზე ვეირდ რაც მომისმენია. იო. თავისი ვაიბი აქვს რა. კი, ეს ბადრი ახლა რამდენის იქნება ნეტა? არ ვიცი. თვეების. აუ მაგარი ბავშვია, რავი, საღოლ და Young ბადრიმ გააგრძელოს უეჭველი თავის კარიერა. მაინტერესებს მისი განვითარება. აუ ძალიან catchy flow-ა. აი. იო. ედლიბებში იგივე ია, ოღონდ ავტოტუნით. იო, რაღაც პატარა ხვით, რა საყვარელია. თან T-Funk-ის დარეაქტებას მიდოდა და აი ბარენ ფითი, მოკლედ გაგვისწორდა, მე მიყვარს ესეთი weird უცნაური ტრეკები და რაც უფრო მეტი უცნაური ტრეკი იქნება, რაც უფრო კარგს. აი ეგ არის რა, რეაქციის ერთ-ერთი ის ხო რა, ვაფშე არ ელოდები რა იქნება. და ძალიან უცნაური იყო და რაღაცა დაიგო. ანუ სერიოზულად ახლა ვერ აღვიქვამთ რომ გავაკრიტიკოთ, რავი, ხო? ხო, ანუ ბოლოში ის რა იაგ ბადრი თქვა რომ ბიბიშვითა ჩემს სათქმას სმენა არ ჭირდება რა და ზუსტად ეგ თქვა რა რაც შეგვიძლია ოფბიტია რა წარმატებები მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ძალიან მაგარი სტუმარი იყავით ძალიან გამისწორდა გავერთეთ და მოკლედ ხალხო ეს ვიდეო დალაიქეთ აუცილებლად და გელოდებით 9 მარტს ყველას ფინალზე სად მონოჰოლში yes ნახონდის მაცადე ვიცი რომ აх ვერ ისვენებს გაჩუმ აუ მიყვარს პროფესორი რო ძალიან ნახე რა ენთუზიაზმი ეს კაცი დაასაქმეთ ვინმე დიტო კაი დათო მე შენ ამიხსენი დიტოს ახსნილს ვერ ხვდები ვერასდროს მეორე ვიდეოში იყენებ ორივეს პირველში ერთს გაჩუმ აუ ეხა შენ ეგენი თუ დაიწყე She slaps cause I'm making hits man, eggy boy 7 on your ass looking deep man. I'll let the copy out fucking shit in facts when I mean that facts, man, I mean that facts. English word go short. Thought, Hey. Bring the vibe on the track. Storia მეოგება ვუბრუნდებით სათავეს ჰიპ-ჰოპი დაიწყო ქალით როცა ფარი ატარეს 70-იანების სამხრეთ ბონქსი ჩანდარებს გამოუჩნდნენ მიმდევრები დღეს ადვილად ჩართო ტრეკს ყველა ბისმე ყველას ნიშნე ყველა ბისმე ვუღებ ბოლოს ყველა ბისმე ვიწო ყველა გოგოს რომ მოხდეს თემა ფილმა ერმა ნახოს აკვის რომ მე და ალბერტი სად შემეძლია 22-ის ხარშე
ტიპი არის დება სულ 22-ის რანაირად ხარ? ჩვენეთის არის ყო. უი, პიპიზე რომ გამხოთ ჩვენებს. ვაი, მიცაკე. Всё. ჩვენ ბაზრობ კრისტალს თქვენ ნაისები კისერზე ისიც ფეიქი ამიტომ ვარ აისბერგი დიდ გემზე სიმართლე წვალს ამიტომ გავს ჩემი ყველა პირადობა ერთმანეთს და უკეთესად ჩანს დრო რომ მიგვატოვა ნელ-ნელა ვიზდებით ხვდებით არავის ჭირდებით ყველა სხიფა მოიცა ნათია ბარემ თუ ახლა გამიწევ. ეს შტეფსელი გამოსწდა ხა რომ გაიწიე რა. შტეფ ნახილას გეუნები დავით. უკანა შტეფსელი. უკანა შტეფსელი. ეს? ჩანდეს კაცო, აბა ეხლა ჰაერში ხო არ იტანება ეს ლეპტოპი. აი მე ტახარაგინო და ეხლა თავიდან რა იბაზებს. ანუ ეგრო იყოს და მე გადავობოთ. ზუმით. არ გემშვიდობები კარგად. აი ჯანდაბას თუ ვარკვდები. ამას ხო გაჭრი მასკაში. ანუ აქეთას არ იყენებ ერთი ვიდეოდან და მეორე ვიდეოდან პირიქით ამას იყენებ. და გადაადებ ისე, რომ კლონის ეფექტს როგორ საკეთებ. ტაში. დათო ხო ჩართული. რა შვება? იწერს, ციკლად ხო არის 1 2 3 წამები დაგვირთ. კაი. რა? ვაიმე კაი. მე სხვათა შორის პელეს და ლადოს ფიც მოусმინე, პელემ ჩამიგდო და მას სპოილერა რეაქცია მინდოდა, მაგრამ აუ, ეგ რა იყო, ხალხო რა გელოდებათ. ოფია გუში რას უყურებდით? კაცი რაღაც ვიდეო იყო. თუ რაღაცა იყო? TikTok-ზე შეგხვდა, ხო იცი, ბევრი კარტი რო აწყვია და ხელს რო კრავდა, რო ვარდება, ხო იცი, ყველა ლამაზად ესე რომ იყვება და ესე მიდიოდა და მეთქი, შეხარ, ვაინე, მე განეს BPM-ზე როგორ დაჯდა. დიტო ვერ შეახსენე ბიჭო. სხვებზე ევასება, სხვებს რო ახსენებს და თვითონ თუ ეშლება, არა